გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჭაფარიძე და დღეს ჩვენ ვაგრძელებს საუბრებს იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ფსიქოლოგიურად სწორად ის წელი, რომელიც უკვე მთავრდება, ანუ 2025 წელი და მოვემზადოთ 2026 წლისთვის. წინა ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ჩემს გვერდზე, ანუ ამ გვერდზე და შესაბამისად გაეცნოთ ინფორმაციას და გააკეთოთ ის სავარჯიშოები, რომელსაც იმ ვიდეოებში ვუზიარებ ჩემს გამომწერებს. დღეს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ მომავლის ხედვა. როგორ დავაპროგრამოთ ჩვენი twin-ი ისეთნაირად, რომ ის, ასე ვთქვათ, თავის ქვეცნობიერ დონეზე მუდმივად იყოს დამიზნებული ჩვენი სასურველი მომავლისკენ. რატო ამის გაკეთება მნიშვნელოვანია? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ორი ყურადღება, ცნობიერი ყურადღება და ქვეცნობიერი ყურადღება. ცნობიერი ყურადღება შეიძლება იყოს მიმართული ერთ მხარეს, ქვეცნობიერი ყურადღება საერთოდ მეორე მხარეს, ხო? და შესაბამისად როგორც წესი, ჩვენ ვახერხებთ იმის მიღწევას და განხორციელებას, რაზეც არის მიმართული ჩვენი ქვეცნობიერი ყურადღება. და დღეს მინდა ვისწავლოთ, როგორ განვაწყოთ ჩვენი ქვეცნობიერი, ასე ვთქვათ, ჩვენი სასურველი მომავლისკენ, ხო? ამისათვის უნდა შემოვიტანოთ ფსიქოლოგიური დროის ცნება. ჩვენი ქვეცნობიერი დროის კოდირებას, ანუ დროის აღქმას ახორციელებს სივრცობრივად. მაგალითად, ზოგი ადამიანისთვის დრო აღიქმება როგორც წრფე, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ მოდის, ან მარჯვნიდან მარცხნივ მოდის. ზოგი ადამიანისთვის დრო აღიქმება როგორც წრფე, რომელიც იწყება უკან და მერე მიდის წინ მომავალში. ზოგ ადამიანს კიდევ სხვა ტრაექტორიები აქვს, მაგალითად, ნალისებური ტრაექტორია შეიძლება იყოს, ხო, წარსულიდან მომავალში და ასე შემდეგ. არ არსებობს სწორი და არასწორი დროის ტრაექტორია, იმიტომ რომ ვართ ინდივიდუალურები, მთავარია უბრალოდ ასე ვთქვათ, ვიგრძნოთ ჩვენი დროის ტრაექტორია როგორია, ხო? იმისთვის რომ ეს ვიგრძნოთ, შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი და უბრალოდ დავუსვათ ჩვენ შინაგან სამყაროს კითხვა, ხო? როგორია ჩემი სუბიექტური შინაგანი დროის ტრაექტორია და წარმოვიდგინოთ, რომ გაევლო რაღაცა წრფე. და შემდეგ, ასე ვთქვათ, დაყავით ეს წრფე, წარსულად აწყობდა მომავლის ნაწილებად. და შესაბამისად, იმისათვის, რომ დავგეგმოთ მომავლის ხედვა, წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც. ასევე ვხუჭავთ თვალს და წარმოვიდგინოთ, რომ იმ დროის ღერძზე მომავალში, ხო, იქ სადაც ხედავთ მომავალს ჩვენი სუბიექტური დროის ღერძზე, ამ წრფეზე. წარმოვიდგინოთ ეს დიდი ფერადი სურათი, სადაც შემდეგი წლის ბოლოა, ასე ვთქვათ, ხო, შეიძლება წარმოვიდგინოთ 31 დეკემბერი და წარმოვიდგინოთ, რომ პრინციპში 2026-ში ყველაფერი გამოგივიდათ. კარგად. და გაქვთ, ასე ვთქვათ, კმაყოფილი სახე. იქ. და შემდეგ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ესეთ საინტერესო რაღაც, რომ ასე ვთქვათ, ჯადოსნური დროის მანქანით აღმოჩნდით იქ მომავალში და პირველ პირში წარმოიდგინოთ, ასე ვთქვათ, ყველაფერი ის რაც ხდება 2026 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ ასე ვთქვათ, ეს წელი თქვენთვის ძალიან კარგი გამოდგა, ხო? ვიზუალურად წარმოიდგინეთ, ასე ვთქვათ, რა მდგომარეობაშია თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი ფინანსები, საქმიანობა, რომლითაც ხართ დაკავებული, თქვენი ურთიერთობები, კომუნიკაციები, პროფესიული ურთიერთობები, პირადი ურთიერთობები, საოჯახო ცხოვრება, სიყვარული, სექსუალურობა და ასე შემდეგ. აი, ყველა სფეროში წარმოიდგინეთ სასურველი ცვლილებები და სასურველი მდგომარეობა. ჩემი რჩევა იქნება, რომ იყოთ რეალისტურები და ამასთან ერთად ამბიციურები, ხო? შემდეგ რას ვაკეთებთ? შემდეგ წარმოვიდგენთ, რომ ასეთივე დროის მანქანით გადმოვინაცვლეთ 3 თვით წინ. მაგალითად, დეკემბერში კი არა, აღმოჩნდით უფრო 3 თვით ადრე, 2026-ის სექტემბერში. და წარმოვიდგენთ, იქ რა ხდება. ასე ვთქვათ, როდესაც ეს წელი ჩვენთვის გამოდგა წარმატებული, რა ხდება
2026 წლის სექტემბერში. შემდეგ წარმოვიდგინოთ, რომ გადმოვინაცვლით კიდევ 3 თვით ადრე და აღმოჩნდით მაგალითად ივნისში, ხო, 2026 წლის და აი აქაც წარმოვიდგინოთ რა ხდება, რითი ვართ დაკავებული, ასე ვთქვათ, რა ნაბიჯებს ვდგავთ, რა გაწყვეტილებას ვღებულობთ. და შემდეგ წარმოვიდგინოთ, რომ აი ასე ვმოძრაობთ 3 თვიანი დანაყოფებით, სანამ არ მოვალთ დღევანდელ დღემდე. და აქედან შემდეგ გახედეთ თქვენს მომავალს და წარმოვიდგინეთ, რომ აი ამ მომავლის ღერძზე, ამ მომავლის წრფეზე განლაგებულია სურათები, ხო, ესეთი დიდი ფერადი სურათები, თქვენ 3 თვეში, 6 თვეში, 9 თვეში და 12 თვეში შესაბამისად. რაც შექმნის ძალიან კარგი ინსპირაციის მდგომარეობა შინაგანად და ამას ექნება ასევე ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ თქვენს გონებას გაუჩნდება პერსპექტივის შეგრძნება და ის დაიწყებს თქვენი შინაგანი რესურსების მობილიზაციას იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ 2026 წლის, ასე ვთქვათ, ხარისხიანად გატარება და ამ წელიწადს ხარისხიანი ცვლილებების განხორციელება თქვენს ცხოვრებაში. დღეისათვის ეს იყო. ეს სავარჯიშო შეგიძლიათ გაუზიაროთ იმ ადამიანებს, ასე ვთქვათ, ვისთვისაც გემეტებათ ნორმალური ცხოვრება შემდეგ წელს. ხვალ გადავდგავთ კიდევ ერთ ნაბიჯს და ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან რაღაცაზე, რასაც ქვია ველის გონიერება, ეგრეთ წოდებული, როგორ ჩავრთოთ ჩვენი გეგმის განხორციელებაში კოლექტიური ქვეცნობიერის რესურსები. გისურვებთ სასიამოვნო პრაქტიკას და ხვალამდე.